დანიური მაუწყებელი დიარე აცხადებს, რომ იანვარში დანიამ და მისმა მოკავშირეებმა გრენლანდიაში სამხედრო ძალები გაგზავნეს, რადგან შიშობდნენ, რომ კუნძულს შეერთებული შტატები დაიკავებდა. დიარმა განაცხადა, რომ მათ ნახეს 13 იანვრით დათარიღებული სამხედრო ოპერაციების ბრძანება, რომლის მიხედვით დანიის ავტონომიურ ტერიტორიაზე დანიური ძალები უნდა განლაგებულიყვნენ. მიზეზი კუნძულის ანექსიასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები იყო. იანვარში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა და სხვებმა გრენლანდიაში ნატოს ხელმძღვანელობით გამართული ნატოს წვრთნების არქტიკული გამძლეობის ფარგლებში ჯარები გაგზავნა. თუმცა რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანმა დიარს განუცხადა, რომ წვრთნები არ ჩატარებულა. ქვეყნებმა მიზანმიმართულად განალაგეს ჯარები. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკონტროლოს მისი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან ამ მიზნის მისაღწევად იგი არ გამორიცხავდა სამხედრო ძალის გამოყენებასაც. რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური აგრესიული განცხადებების შემდეგ, რომელთა გამოც ალიანსი უკიდურესად ღრმა კრიზისში აღმოჩნდა, ტრამპმა იანვრის ბოლოს უკან დაიხია ამ უქარა შეწყვიტა და განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში მან ნატოს გენერალურ მდივანთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის დეტალებიც ამ დროისთვის არ არის გასაჯაროებული.